მოგესალმებით ყველას მეგობრებო. ცოტა ნელა ვისაუბრებ, იმიტომ რომ მოგიყვებით ახლა რატო. მოკლედ გუშინ წინ და გუშინ წინის წინ. ესე იგი პირველი, მეორე და მესამე შიმშილის დღე, მეოთხე კვირის არც ისე ძნელი იყო და ძალიან მაგარ ენერგიაზე ვიყავი და რასაც მოველოდი, როგორც უკვე გამოცდილება მაჩვენა, ხო? ერთი დღე, რომელსაც ვუმატებ, ის ყველაზე რთულია ხოლმე რა. და ეს არის მეოთხე დღე, რომელიც ემატება მესამე დღეს, ხო? ჩემთან ახლა. მეოთხე კვირის მეოთხე დღეა, ესე იგი, წინა კვირას 3 დღე ვიშიმშილე და მესამე დღე გამიჭირდა, მაგრამ ეხლა 3 დღე არ გამიჭირდა და მეოთხე დღე მაგრად მიჭირს, იმიტომ რომ მოგიყვებით ახლა რა შეგრძნებაა რა და იმასაც მოგიყვებით, რატომ გიყვებით ახლა ამას რა. ადამიანი, რომელიც პირველად აკეთებს ასეთ რამეს რა, მისთვის არის პირველი ნაბიჯები. და პირველი ნაბიჯები არის ყველაზე რთული და ძნელად გადასალახი. ადამიანი, რომელიც იწყებს ასეთ შიმშილს, ხო, ყოველ კვირას ზრდის ერთი დღით, მისთვის არის უცხო და მოგესალმებით ჩემო მიერთენ. მისთვის არის უცხო ეს ნაბიჯები და მისთვის რა თქმა უნდა შვების მომგვრელი იქნება ის, რომ სხვებისგანაც გაიგოს ეს რა პროცესია რა. ასე რომ გუშინ ძალიან მაგარ ჯანზე ვიყავი, არც თავბრუმეს ხონდა არაფერი, ჩვეულებრივად ვიყავი, როგორც დაპროგრამებული იყო უკვე სისხლი და დღეს უკვე ვარ ძალიან ცუდად რა, სუსტად, ნახეთ, დარწმუნებული ვარ შემდეგ კვირას. მეოთხე დღე ძალიან გამიადვილდება, მაგრამ პირველი ნაბიჯები არის ეს, რომ შენ იცნობ ამ პროცესს, რა პროცესია და ამას გიყვებით, რომ თქვენც გაგიადვილდეთ რა და არ შეგეშინდეთ, რომ ვაი კვდები. არ ვკვდებით მეგობრებო, ამ დროს არის ზუსტად ის განსაცდელები გადასალახი, რომელსაც ვქვია ღვაწლი, ხო? ანუ რაღაცა თუ არ გიჭირს და გიადვილდება, ის ღვაწლი არ არის. და როდესაც გიჭირს და ამის ქრისტეს სახელით ამას ითმენ, ეს არის ძალიან დიდი ღვაწლი. გუშინ ქალბატონს ველაპარაკე და მას ძალიან უჭირს შიმშილის დაწყება ერთი დღეს კი. ხო და ამიტომ რაღაც რჩევები მივეცი, ალბათ მოგცემთ თქვენს ამ რჩევებს. მაგრამ ეხლა მინდა გითხრათ, მე რა მდგომარეობაში ვარ მეოთხე დღეს. მეოთხე დღეს არის უკვე ეს მეოთხე კვირა არის, როცა უკვე შიმშილობ მეოთხე დღეს. არ გეგონოთ, რომ მე ვშიმშილობ სრულიად 4 კვირის განმავლობაში და ეს მეოთხე კვირის 4 დღეა. არა მეგობრებო, ვინც არ იცნობთ და არ პირველად მიერთდებით ახლა, ხო? ესე იგი, მე ვაკეთებ ესეთ შიმშილს რა. პირველ კვირას ვიშიმშილე 1 დღე, მეორე კვირას, 7 დღე გავიდა და მერვე დღეს ვიშიმშილე უკვე 2 დღე, მერვე მეცხრე დღე. 7 დღე გავიდა შიმშილის დღიდან და მესამე კვირას ვიშიმშილე 3 დღე და მეოთხე კვირა არის ახლა და მეოთხე კვირის მეოთხე დღე ძალიან გამიჭირდა. როგორც მესამე კვირის მესამე დღე ძალიან გამიჭირდა. თუმცა მეოთხე დღის მესამე დღე არ გამჭირვებია. ძალიან ჩვეულებრივად დავდიოდი ფეხზე, ბავშვებს საჭმელს გავაკეთე, ყველაფერს ჩვეულებრივი ადამიანი ვიყავი რა. მაგრამ დღეს მე ჩვეულებრივი ადამიანი ვერ ვარ, იმიტომ რომ აშკარად გრძნობ ფეხზე რო ვდგები, თავბრუნ მესხმის და შეიძლება დავარდე ძირს. ეხლა ვიღაცას ეგონება, რომ თავს რატო იტანჯავ, მაგრამ ეს არ არის თავის ტანჯვა, მეგობრებო. მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის სისხლის დაპროგრამება. და სისხლის დაპროგრამება ადვილი არ არის. დაპროგრამება როგორ, ეხლა ნახეთ, როცა ქრისტემ 40 დღე იმარხულა, იმან პირდაპირ 40 დღე არ იმარხულა. რა თქმა უნდა, იმან თავისთავად მარხვით და ცრემლით განიკურნებით ხოვებუნება თავის მოწაფეებს. მარხვა და შიმშილობები გამოცდილი ქონდა ქრისტეს და თავისი თავი ქონდა. ესე იგი, ჩამოყალიბებული, რომ 40 დღე შიმშილი შეძლებოდა. ამიტომ ჩემი მსმენელი ხო ვინც არის და ვინც გამომყვა ხო ამ შიმშილში.
მე კი არ გამომყვა ქრისტეს სახელით შიმშილობს. მას უადვილდება, იმიტომ რომ ქრისტე გვაძლევს ამის ძალას. გუშინ ქალბატონს ვესაუბრე და ქალბატონმა ესეთი რაღაც მითხრა რა. ანუ მე მინდა რომ დავიწყო შიმშილი, მაგრამ ვერ ვძლებ, აი გავა რაღაცა დრო და მაინც საღამოს მაინც ჭამ. მე კითხვა დავუსვი, რომ მე თქვი, რა სახელით შიმშილობ, ანუ რა мотивაციით შიმშილობ შენ? გამოჯამრთელების მიზნით? თუ ქრისტეს სახელით? ხო, აი გამოჯამრთელების მიზნით უნდა რომ იშიმშილოს. და ასეთი რამე რჩევა მივეცი, რომ ნუ იშიმშილებ გამოჯამრთელების მიზნით, იშიმშილე ქრისტეს სახელით. და ქრისტე მოგცემს მაგის ძალას. ამას მნიშვნელობები აქვს, მეგობრებო, რას დაარქმევ შენ შიმშილს რა. იმიტომ რომ აი, როდესაც შიმშილობ, ყველა ჯადო, რაც კი შენს თავზეა გაკეთებული, იცი რა დღეშია, მსხრევადია, ანუ ჭკუაზე არ არის, გიჟდება. რა თქმა უნდა, გარტყავს, ხო? შენ რომ იმის სახელით შიმშილობ, რომ მე ახლა მინდა გამოვჯამრთელდე, ვერ მოერევი შენი სახელით ჯადოს რა. მაგრამ შენ თუ შიმშილობ ქრისტეს სახელით, ქრისტე შენთან არის და ყველა ჯადოს ამსხვრევს. აი, იცოდეთ რა ეს ჩემგან. ყველა ჯადოს ამსხვრევს, ყველა დაავადებას ამსხვრევს, ყველაფერს ამსხვრევს. ასე რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც ქრისტეს სახელით შიმშილობს, თავისთავად მოიაზრება შიგნით, რომ ის შიმშილობს გამოჯანსაღების მიზნით, გაწმენდის მიზნით, სულიერი და ფიზიკური გაწმენდის მიზნით და ეს არის, რა თქმა უნდა, დიდი ღვაწლი, როდესაც შენ კომფორტულად კი არა, როგორც მე ხელ წინა 1-2-3 დღე ვიყავი, ხო? 3 დღე ვიშიმშილე, საერთოდ არაფერ არ მეტყობოდა, ჩვეულებრივად ვიყავ. მაგრამ დღეს უკვე ძალიან სუსტად ვარ. კუჭი მეწვის, ძალიან მტკივა კუჭი, ანუ მშია, როგორც გითხარით რა. სისხლი უკვე მიჩვეულია, ახლა საჭმელს ელოდება აქ, ხო? რაღაცა ელოდება, აჯაყებულია სისხლი, ხო? რაღაც ჩამომიშვი საჭმელი. არა, მეუბნებ, არა. დღესაც არა. მიეჩვიე, დღესაც არა. ხო და ამ ქალბატონმა, გუშინ ვინც მესაუბრა, იგივე ქალბატონმა მომიყვა თავის ნაცნობის შესახებ, რომელიც 40 დღე შიმშილობდა, 40 დღეზე ადიოდა შიმშილდეზე, მიაჩვია თავისი თავი, ლექციებსაც კითხულობდა, დადიოდა ჩვეულებრივი ადამიანი იყო. მას არც საჭმელი შივდებოდა, წყალი რა თქმა უნდა ახლა შიგიძე მიიღო. და არც ძალა ეცლებოდა, არც თავბრუეს ხმოდა, იმიტომ რომ მიაჩვია ეს თავისი ორგანიზმი 40 დღემდე შიმშილს. ეხლა რაც შეეხება ესეთი ადამიანები ძალიან ჯანმრთელები არიან და წარმოიდგინეთ, არსებობდა ესეთი პოლ ბრეგი, რომელიც 80 და რამდენი წლის ასაკში გარდაიცვალა სერფინგზე. სერფინგზე ახლა რას ნიშნავს, იცით? სერფინგი იცით ხომ რა არის? სერფინგზე ახლა მე რო დავდგე, შეიძლება გადმოვარდე და ჩავარდე წყალში. და ტალღამ დაარტყა ტიპს რა. როცა 50 წლის ასაკში ამ პირმა ურთულესი დაავადებები დაუდგინეს და ამ 50 წლის ასაკში დაიწყო ეს შიმშილი და 93 წლის ასაკში უკვე ავიდა სერფინგზე და ტალღას რო არ დაერტყა, მისი ორგანიზმი კიდე 50 წელი იცოცხლებდა. ისეთი ახალგაზრდა ორგანოები ჰქონდა, რომ გაკვეთეს რა. ეხლა რაც შეეხება მე პირადად, იმის გამო რომ ჯანმრთელი ვიყო, მაგიტომ არ დამიწყია შიმშილი. მე დავიწყე, რა თქმა უნდა, ესეც მოიაზრება, მაგრამ მე დავიწყე შიმშილი ქრისტეს სახელით. რომ ქრისტეს მიერი მინდა გავხდე. გესმით? და ეს სხვა არის. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, განსაცდელებიც ადვილად გადასატანი იქნება, ხო? ეხლა თავბრუმეს ხმის. ისი არ არის, მეგობრებო, რომ ეს შრომის გარეშე არა ეს შიმშილი. ამ შიმშილს მართლა დიდი ნებისყოფის გამომუშავება სჭირდება და ამტანობის. ეს არის უძლიერესი შენ თავს როგორ მაგრა ასწავლი, იცი რაღაცებს და შენ თავიდანაც სწავლობ შენ სისუსტეებს
როგორ მოქმედებს შენი ორგანიზმი იმას სწავლობ ამ დროს იცნობ შენს თავს უფრო კარგად ვიდრე მანამდე იცნობდი, ხო? ეხლა მაგალითად დღეს ისე ძალიან მაგრად სუსტად ვარ 2:30-ია რომ მეშინია ეხლა ავდგე და სახში ვიარო. იმიტომ მეშინია რომ ეხლა წყოლის დროსაც თავბრუნეს ხმის და რო ავდგე მე რა იქნება, ხო? თუმცა რო ავდექი წეხან და ცოტა ვიარე, თავბრუს ხვევა გადამივიდა. შეიძლება კარგიც იყოს გარეთ რო გავიდე და რა ვიცი რაღაცები გავაკეთო ჰაერზე რა. მაგრამ აი სიმპტომები არის ესეთი, გუშინ ხო მუშაობდა სისხლი. გუშინ მაგალითად ისევ სახსრები ამტკივდა, ანუ სახსრებში იქ რაღაცა პროცესები წავიდა და თავისთავად დაიწყო იქ განკურნება, ხო? ტკივილი არ არის საშიში, მეგობრებო, ტკივილი არის ის, რომ იქ უკვე რაღაც პროცესები მიდის და იკურნება. ტკივილის გარეშე, ანუ ტკივილი განკურნავს, როცა გტკივა, მაშინ იცოდე რომ ცოცხალი ხარ, მაგრამ როცა არ გტკივა, ესე იგი რაღაცეები ჩაბუდებულია და ნუ რაღაცა ჯანმრთელი დღეს არავინ არ არის. ისეთ საკვებს ვიღებთ და ისეთ საკვებს გვაწოდიან მოშხამუნს. მაგრამ ადამიანები აიგნორებენ ამ თავის ჯანმრთელობებს რა და როგორც დაიგნორება რა არის, იცით? რომ არ აღიარებენ, რომ მე ცუდად ვარ. გესმის? მაგრამ ჩვენ თუ არ ვაღიარეთ, რომ ჩვენ ცუდად ვართ, მაშინ ვერ განვიკურნებით. ცუდად რატო ვართ, ნახეთ? როდესაც გაწმენდილი სისხლი და სხეულია სულიერად და სხეულებრივად, ხო? ამაში აი მე რატომ გული მწყდება, რომ ამაში უნდა აძლიერებდნენ სასულიერო პირები, ამის ძალას უნდა აძლევდნენ, ეხლა მე რასაც თქვენ გაძლევთ რა და მე რომ ჩემს მოხდელს ვკითხე, რომ როგორ შიმშილი მეთქი, როგორ მარხვა მეთქი, ეს მარხვა დაშვებულია, რომ კარაქი შეუცვალო მარგარინით, უარესია მეთქი. მარგარინი უფრო უარესად აბინძურებს ორგანიზმს. ის რო იბეჭდება სხეულში, ის აღარ გამოდის და კარაქი კიდე მაინც გამოდის, ხო? და იცი რა პასუხი გამივიღე და რაზეც გული დამწყდა, ძალიან მაგრა და გამიცრუდა იმედები რა. ჩვენო ისე დაცემული ვართო სულიერათო, უკვე დღესდღეობითო, რომ ამაზეც თანახმა ვართო. ანუ ესე იგი ტალახში რო ჩაწვევი, იქ ვიწვეთო რა, თანახმა ვართო. როცა ქრისტე გეუბნება კაცო, უნდა იბრძოლო, უნდა გაიწმინდო. ამის ძალას გაცლევს ქრისტე და შენ თუ ქრისტესნიერი არ ხარ და ქრისტესზე მელაპარაკები მე ქრისტიანს, ხო? იმეც მიცრუებ ძალიან რა. იმიტომ რომ მე მოვდივარ ამ სულისკვეთებით, ქრისტეს სულისკვეთებით შენთან და იმედი მაქვს რომ შენ უარესად უკეთესად დამარიგებ, ქრისტესთან უფრო დამაახლოვებ და ისეთ რამეს მეუბნები რომ შოკავს ეს რა. ჩვენ დღეს სულიერებაში თურმე ისე ვართ, რომ აი ტალახში დავწვეთ და ვიწვეთ რა. მე არ მომეწონა ეს პასუხი. მე ქრისტიანი ვარ. მე მინდა რომ ქრისტეს დავემსგავსო. და მღვდლისგან რომ ესეთ პასუხს ვიღებ, რომ არა ქრისტეს ჩვენ ვეღარ დავემსგავსებით დღესდღეობით უკვე, ეხლა წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა რა დამემართება, როცა მღვდლისგან ესეთ რამეს ვიგებ რა. როცა მე თვითონ ვარ მებრძოლი და მინდა რომ ქრისტეს დავემსგავსო და ვბაძავ ყველაფერში ქრისტეს. და ჩემს გარშემო რო ხალხს ხედავ, რომ ისინი ერთი პატარა ოდენობით არ ცდილობენ რომ ქრისტეს დაემსგავსონ და მღვდლისგანაც ესეთ პასუხს ვიგებ, რომ არა, იცი რა, ჩვენ სულიერად უკვე ძალიან ცუდად ვართ და ვეღარ ამოვქაჩავთ რა და ვიყოთ რა ამ ტლაპოში რა. კარგი რა. სულიერება მჭირდება მე რომ შენგან მივიღო. არა ხარ შენ ქრისტიანი, როცა მაგას მეუბნები. რომ ჩვენ როგორიც ვართ ესე მრუშობაში დავრჩეთ, მუცელთმოყვარეობაში დავრჩეთ, არ ვიცი რა, რაღაცეებში დავრჩეთ და არ ვიცი, ეგ როგორ უნდა გავიგო, არ ვიცი რა. აი თქვენ როგორ გესმით ეს, აი როგორ მდგომარეობაში ჩავარდებოდით თქვენ, როცა აი პირდაპირ ქრისტეს გინდა რომ დაემსგავსო და მღვდელი გეუბნება, არა.
მოიცო რაღაცები დამიწერეს ეს. გადავწყვიტე მეც დავიწყო შიმშილი, დღეიდან ვიწყებ შიმშილს. ხათუნა დღეს არ გირჩევ რომ შიმშილი, თუმცა თუ გადაწყვიტე შენი საქმე, მაგრამ გაგიჭირდება დღეს, იმიტომ რომ გეტყვი, მთვარი არის ისეთ ვითარებაში, სავსე მთვარეობა იყო გუშინ და დღეს უკვე კლებას იწყებს. და დღეს არის განსაკუთრებით ვინც შიმშილობს, იმასთან არის ძალიან დიდი განსაცდელები რა და კარგია რომ კლების დროს დაიწყე, მაგრამ დღეს არის ესეთი რაღაც უცნაური დღე, რომ აი შენ თუ აუკრძალავ შენ თავს ჭამას, ხო? შეიძლება პრობლემები გაგიჩნდეს, რა მხრივ ვიცი, რომ ვეღარ გააგრძელო მარხვა. ამიტომ მე ყველას ვურჩევ, რომ დღეიდან კი ნუ დაიწყებს მარხვა, ხვალიდან დაიწყოს, იმიტომ რომ მთვარე უკვე სხვა პოზიციაში გადადის და ეხლა მე ვერ დავარღვევ ამ ჩემ გეგმას რა, იმიტომ რომ მე როგორც ჩანს ამ განსაცდელს უნდა გავუძლო, ხო? მაგრამ ვინც იწყებთ მარხვას, ისა მარხვა არა შიმშილს, ქრისტეს სახელით, მაშინ მე ვურჩევდი პირადად, რომ ხვალიდან დაეწყოთ ეს და გაუადვილდებათ უფრო. დღეიდან უფრო ძალიან გაუჭირდებათ, იმიტომ რომ დღეს განსაკუთრებულად რთულია საკუთარ თავთან განმკლავება, ანუ საკუთარ სხეულთან განმკლავება. ხო, მაგრამ კარგია რომ გადაწყვიტე და მადლობა უფალს. ახლა რასაც ხსნი სახიერი ამტკიც სახსრები ამტკივდაო რომ ამბობთ, ალბათ იწმინდება ორგანიზმი. ხო, აბარა გუშინ ამტკივდა, დღეს აღარ მტკივა სახსრები. გუშინ ამტკივდა აშკარად მუხლები ამტკივდა. მუხლები იყო ჩემი ბავშვობის სისუსტეც, ანუ სულ მუხლები მტკიოდა ხოლმე, როცა ესე გარდამავალი ის იყო რა, ამინდი რო იცვლებოდა და ну რა თქმა უნდა, ანთებითი პროცესია ეს მუხლებში, ხო, ბავშვობაში 7-8 წლის ასაკში, ხო? რა უნდა ყოფილიყო ვითომ ბავშვთან, მაგრამ იყო იქ რაღაც დაზიანება ეტყობა, რომელიც ანთებით პროცესს იწვევდა მუხლებში და ხო, ну, არ ვიცი, ექიმები რას აკეთებენ, არ ვიცი, ძინავთ და ფულს გამოიმუშავებენ, ხალხს არ არიგებენ ნორმალურად. შუადღე მშვიდობისა დომნა, მე 2 დღეს სახის ძვლები მტკიოდა. მე 2 დღეს სახის ძვლები მტკიოდა. მესამე დღე ესაშინელი ნაღლის ბუშტის ტკივილი პირის სიმწარე. აი დაიწყო ნაღველმა გაწმენდა. მერე კუჩში წვა და 12 საათზე ჭამა. 12 საათზე ვჭამი ალბათ. ისე წინა კვირაში უფრო ადვილი იყო. ახლა რა მოხდა ვერ ხვდები. იცი რა დომნა? ეხლა მოხდა ის, რომ მეორე დღე იყო, ხო? დამატებითი დღე იყო, თუ მე 2 დღე შიმშილე ადვილად გაგიადვილა წინა დღეს. ის მოხდა, რომ ეხლა უფრო და უფრო დაიწყოს შენმა ორგანიზმმა წმენდა. და ეს რა თქმა უნდა იმას შვება რა, დისკომფორტს უქმნის ადამიანს, როცა იწმინდება ორგანიზმი. გაწმენდის პროცესში დისკომფორტია და მერე უკვე ეჩვევა. ხო და სავსე მთვარეობა იყო, მეგობრებო, და სავსე მთვარეობაზე კიდე უფრო მძაფრი არის ხოლმე შეგრძნებები რა. ისეც გაითვალისწინეთ. ანუ მთვარის მომენტები, ხო? ბოდიში წყალი დავლია ახლა. ლაპარაკით ძალას მოითხოვს. ხო და მთვარის მომენტები უნდა გაითვალისწინოთ ხოლმე, როდესაც შიმშილობთ. როდესაც მთვარე მატებაშია და თქვენ შიმშილობთ, განსაკუთრებით უჭირს სხეულს. როდესაც მთვარე კლებაშია და თქვენ შიმშილობთ, უადვილდება სხეულს. აი სავსე მთვარეობიდან 1-2-3 დღე არის ცოტა რთული და მერე უკვე სავსე მთვარე რო იკლებს, მერე უკვე მესამე დღიდან გიადვილდება. ეხლა კიდე რაც შეეხება, აი განსაკუთრებით თავშია, ეხლა არ მითხრათ რომ თქვენთან არ იქნება ესე, თქვენთანაც იქნება ესე. მთლიანად ფრონტით იკურნება, ჩამოდის და ჩამოდის სითხე. აი ხო გეუბნებით, მე 4 კვირაა უკვე 4 დღიან შიმშილზეც,
როგორც კი შიმშილს ვიწყებ, იწყებს აი აქ წმენდას, აი ამ ადგილში წმენდას, იწყებს და ჩადის. სად არის მეთქია, სად იყო ეს დაგროვილი ამდენი, რა ვიცი რა, ხო და იწმინდება. ხო და რა თქმა უნდა, რომ იწმინდება უფრო ნათელი გონებით აზროვნებ. ხო, მოკლედ დღეს ფრთხილად იყავით კიდევაც რუსთაველზე თუ გახვალთ რა. იმიტომ რომ დღეს ცოტა უცნაური მთვარეა რა, შეიძლება მაგ დროს რაღაცა რიტუალი ჩაატარონ. აგერ კუბოს ტორტიც დაჭრეს. კუბო ხო დაწვეს რა, ეხლა კუბოს ტორტიც დაჭრეს და იქ დანა ჩაურჭო იმას. ჩხიბავები რა, კარგი რა, ეს არ არის ქრისტიანული რა. რაც არ უნდა შენ ადამიანი არ მოგწონდეს, ხო? შენ არანაირი უფლება არ გაქვს რომ უმჩხიბავო იმას და რაღაცა რიტუალები ჩაატარო და იქ მოკლა და ნემსები ჩაარჭო და დანა ჩაარჭო. არ ახარ შენ ქრისტიანი ეგეთ რაღაცას რო აკეთებ. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ეს ხალხი ვინც მჩხიბავობს, ეგ ხალხი მოვიდეს სათავეში რა და მაგათმა გადაატრიალონ რა სახელმწიფო თუ რასაც ითხოვენ. ღმერთმა დაგვიფაროს რა. იმიტომ რომ ადამიანი რომელიც მჩხიბავობს, ეს არის სატანური სულის. ღმერთმა დაგვიფაროს ყველა, რომ სატანები მოვიდნენ სათავეში. შეიძლება ადამიანი არ იყოს კარგი რა და რაღაც შეცდომებს უშვებდეს და ვერ აკეთებდეს და ბოროტის კლანჭებიდან ვერ იხსნიდეს თავს, როგორც ივანიშვილი და როგორც ილია მეორე, მაგრამ შენ რა უფლება გაქვს რომ მიდიხარ და აკეთებ ისეთ რიტუალს, რაც არის მომაკვდინებელი. არ შეიძლება ეს. ძალიან ცუდი, შენ იმაზე უარესი ხარ. არ შეიძლება მჩხივაობა ხალხო მაგას გვაფრთხილებს ჩვენ ენოქიც. მაგრამ რა თქინდა დღეს იმდენი მჩხივავები შემოყარეს საქართველოში და იმდენი ინფორმაციას აწვდიან უკვე ჩვეულებრივ მომაკვდავ ხალხს, რომ ეს ძალიან საშიშია რა. არ შეიძლება რომ გონება გაუხსნელ ადამიანს შენ ასწავლო მჩხივაობა. იცით რატო? იმან არ იცის წესები. იმან არ იცის ზეციური კანონები. ჯერ ზეციური კანონები უნდა ასწავლო და მე ასწავლე თუ გინდა მჩხივაობა, მაგრამ შენ თუ ზეციურ კანონებს არ ასწავლი და პირდაპირ მჩხივაობას ასწავლი, იგივე ხდება, რაც როგორც დაცემულმა ანგელოზებმა ადამიანებს ასწავლეს მთელი საიდუმლოებები და მე კიდევაც ნახეთ რაც მოხდა, ხო? ნახეთ კი არა და წავიკითხეთ, რომ წარღვნა და მთელი დაქცევა მოხდა. ასე რომ მეგობრებო, დღეს ალბათ გადავიტან ამ დღესაც მომცემს ქრისტე მაგის ძალას. შემართებით ვარ ხოლმე თავიდან, პირველი 2-3 დღე ხო რომ ვავარჯიშები თავი და მეთქი 40 დღეც გავძლე. 40 დღე კი არა, დაეტია 4 დღეზე მეუბნება. დაეტია 4 დღეც ვერ გაძელი ხედა, ანუ მე-4 დღე ძალიან რთულია ხო. თითოეული დღის დამატება არის 8 წელი რა. ხო აბა თქვენ აი დომნა არის ერთი რომელიც აკეთებს ეს 2 დღე. ანუ დომნა თქვენს ასაკშიც ხო რთულია ახლა ამის გაკეთება, ძალიან გაგიჭირდებათ, მაგრამ მე ისე ასაკს ყურადღებას არ ვაქცევ ხოლმე, იმიტომ რომ აი როგორც პოლ ბრეგის მიხედვით ხო, ნახე ისეთი გამოჯამთელდა ეს კაცი 50 წლის ასაკში დაიწყო ხო ეს თან დაავადებები ქონდა ამ კაცს. ისე გამოჯამთელდა, რომ აი უკვე ძალები კუნთები აღიდგინა, ძალები აღიდგინა, ჯამთელობა აღიდგინა. ხო და როგორ უნდა მივაქციოთ ახლა 90 წლის ასაკშიც შიმშილობდა ხო ეს კაცი. ხო წარმოიდგინეთ და კი ქრისტე ახალგაზრდა იყო, 33 წლის იყო, ხო ვთქვათ. მაგრამ არის მაგალითები, როცა
უკვე ჩვენს აი ამ ცხოვრებისეულ გამოცდილებებში ვიგებთ, რომ 90 წლის კაცი შიმშილობდა, 100 წლის კაცი შიმშილობდა და ასე. გესმით? მე მაგალითად მქონდა გამოცდილება, ახლა ვეგეთქვით რა, წინა კვირას მესამე დღეზე ესეთი გამოცდილება მქონდა, ზუსტად იგივე. მესამე დღე ისე რთული იყო ჩემთვის. ძაღლმა დაიყება და მე მგონა რომ სტუმარი მოვიდა და რომ გავიხედე კარებთან, უცბად წამოვდექი, კარებთან მივედი და რომ გავიხედე უკვე ვიგრძენი რომ წავიდა ეს რაღაცა თავბრუ. ხო და დავჯექი მე ნელა დავჯექი. იცი რა დამაწყებინა? აი თუ გინახავთ თქვენ ორგანიზმიდან სისხლი რო იცლება და უკვე სხეული რო ესეთ რაღაცებს აკეთებს, მოძრაობებს, ფართხალებს რა. ესეთი მოძრაობები დამაწყებინა. მე ჩემთავს აღარ ვეკუთვნოდი, მაგრამ სადღაც გონში ვიყავი, ისევ და ისევ, აი ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. გონში ვიყავი რა, ოღონდ სხეულის მართვის შეგრძნება არ დამიკარგავს. უბრალოდ ვიცოდი, რომ სხეული ახლა რაღაცა პროცესშია, ხო და აი რატო არ დამიკარგავს გეტყვით, იმიტომ რომ მობილური ხელში მეჭირა და ვუსმენდი და ეს იყო ის მომენტი, წერტილი იყო დაჭერილი, რომ მაკავშირებდა ამ სამყაროს, რომ აი ახლა მე ეს მესმოდა, რასაც მობილურიდან ვიღაცა ლაპარაკობდა, გესმის? აი ამაში ვიყავი მე და გძნობდი, რომ ახლა ეს გაივლის ეს ყველაფერი, აი ეს სხეული ჩადგება ისე თავის წყობში და გონს მოვალ. აი ამას ვფიქრობდი მარტო რა და ისე ვიყავი გასული სხეულიდან. სულ რაღაც გაგრძელდა ალბათ 9 წუთი და მე უკვე დავუბრუნდი სხეულს და აი მობილური ხელიც ვიგრძენი. ძალიან საინტერესო რაღაცები ხდება რა. ეხლა შეიძლება მე შემშინებოდა მაგ დროს და რა ხდება და ვკვდები მეგონებოდა და მართლა მომკვდარიყავი რა. არ არის გამორიცხული, მაგრამ საზღვრების განცდა ეს არის რა, არ დანებდა სიკვდილს. ქრისტე ეუბნება მაგდალინელს გნოსტიკური სახარების მიხედვით, ხო? ეუბნება მაგდალინელს, რომ ნუ დანებდები სიკვდილს და ნუ დანებდები მერე გვამს. აი ამ პროცესში ახლა მე რაც მქონდა მესამე კვირის მესამე დღეს იყო, რომ მე არ დავნებდი სიკვდილს რა, თორე ჩვენ სოფლიდან აგერ 3 კაცი გაასვენეს იმ დღეებში. ანუ ჩამოვლაზე იყვნენ. ხვდებით, ანუ ეს ვარჯიშია ერთგვარი, სულიერი და ფიზიკური ვარჯიშია. შენ საზღვრებს იცნობ. სიკვდილი შეიძლება უკან გაუშვა. გესმით? და ეს როგორ ხდება? როგორ ხდება და როდესაც ქრისტეს სიტყვებს იცნობ, მაშინ ხდება. და მარტო კი არ იცნობ, იჯერებ კიდევაც მას და პრაქტიკაში ახორციელებ, გესმის? აი რწმენა საიდან მოდის? მე რომ ეხლა რწმენა არ მქონოდა ამ მომენტში, როდესაც ჩემმა სხეულმა ფართხალი დაიწყო, ხო? აი ჩვეულებრივი ფართხალებდა. მაგრამ მე რომ ის რწმენა არ მქონოდა, რომ ქრისტემ ეს თქვა, ეხლა ამ მომენტში და ეს უნდა გავაკეთო, მე ვერ გადავრჩებოდი ვთქვათ. ეხლა ვიღაცას შეიძლება შეეშინდეს რა, ამიტომ მე გიყვებით გულწრფელად. ქრისტეს რჩეული შიშრები არ არიან. პირიქით, ქრისტეს რჩეულთ აინტერესებთ თავისი საზღვრები გამოსცადონ, როგორც ქრისტემ გამოსცადა ის საზღვრები. და დაემსგავსონ ქრისტეს. გესმით? ვიღაცას ეხლა შეიძლება შეეშინდეს, საშიში ყოფილა ეს შიმშილობა და ვიღაცა იტყვის, რომ მეც მინდა ესეთი რჩეული გავხდე და ქრისტეს შეუერთდე. გესმის? აი, სად გადაირჩევიან ქრისტის ჭეშმარიტი ქრისტიანები. ეხლა მე პრინციპში რო არ ამდგარიყავი ესე ჩქარად და რო არ უცბად რო არ ამდგარიყავი ესეთი რამე არ დამემართებოდა. აი ეს ორგანიზმის ფართხალიც. ნელა უნდა ამდგარიყავი, ჯერ წამომჟარიყავი,
მერე უნდა ნელა ამდგარიყავი, ძალიან ნელა კუსნაბიჯით რა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. კუსნაბიჯით მე რო ამდგარიყავი და მივსულიყავი კარებთან, არაფერი არ დამემართებოდა საერთოდ. მაგრამ ეთყობა მე მინდოდა ეს გამოცდილება რა, ეს ამ გამოცდილების მიღება ჩემს სულს როგორც ჩანს სურს. სხეულიდან გასვლის გამოცდილება. და ისევ დაბრუნება. ეს შესაძლებელია და ვარჯიში ამას საჭირო უბრალოდ. და ჩემი სული რასაც მოითხოვს, იმ გამოცდილებებს ვიღებ და თქვენ შეიძლება არ გქონდეთ ეს სურვილი, რომ გამოსცადოთ სხეულიდან გასვლა და ისევ შესვლა. ეს სურვილი თუ არ გაქვთ, მაშინ თქვენ ესეთი რამეები არ დაგემართებათ. ხომ არ შეგეშინდათ? ასკეტური სულისკვეთების უნდა იყო ესეთი რაღაცები, რომ შეგეძლოს. სხვანაირად ძალიან რთულია. ურთულესი არის, როცა შენ თავზე მუშაობ და შენი თავისუფალი ხდები. არავინ არ გაძლევს, აი ჯოჯოები, სატანა გესევა. არავის არ უნდა, რომ შენი თავისუფალი გახდე. თუ შენი თავისუფლებას მოიპოვებ, ზეციური ძალებიდან, ხო, ქრისტესნაირად. პირდაპირ იცოდეთ, რომ სატანაზე ბრძანებლობ რა. სატანას უბრძანებ და აკეთებს იმას, რასაც ეუბნები. და ეს არ უნდა სატანას. რა თქმა უნდა, არ უნდა. აბა გაიხსენეთ ნიკოლოზ მაქარაშვილი რომ შიმშილობდა და შეუჯდა სატანა. დალიეს ტაფილოსწვენი, დალიეს ტაფილოსწვენი. ურჩია, არ დამემორჩილა. რატო უნდოდა სატანას ეგ? სად შეძრა სატანა? თვით უწმინდესში და უნეტარესში ბჭყალებს ჩავსოთ. ამ დროს, როცა ადამიანი ქრისტეს ემსგავსება და შენ ხელს უშლი. რატო უშლი ხელს? ესე იგი რაღაცა შეა საქმე. არ გინდა რომ ის განიწმინდოს და თავისუფალი გახდეს. მარტო აქედან ჩანს ვინ არის წმინდა და ვინ არის არაწმინდა. როდესაც შენ ადამიანს 40 დღიან შიმშილობაში უშლი ხელს, ადამიანი ჯანზია, რაღაცებს აკეთებს და შენ კიდე მიდიხარ და ტაფილოსწვენი დალია, ჩემი გამაწურულია. რატო უკეთებ ესეთ რამეს? ხო ხედავ რომ ჯანზია, ცუდად არ არის? შვენივრად გრძნობს თავს? პირიქით უნდა აძლიერებდე და უბრალოდ ყოჩახ, აი რა კარგად როგორ შეგიძლია ეს, იცით რატო მეგობრებო? ილია მეორეს არც ერთი დღე არ უშიმშილი. არც ერთი დღე. და წმინდაო ამბობენ, კარგით რა. ღმერთო ჩემო, პოლ ბრეგმა თუ განკურნა თავისი თავი, რავა წმინდანმა და უნეტარესმა ვერ განკურნა თავისი თავი ამ დაავადებებისგან, რამდენი დაავადება აქვს მაგას. იმიტომ არის მოხრილი. არ შეიძლება ეგრე მეგობრებო რა. ხო უნდა შეგეძლოთ ნათლად ხედვა რა. თქვენ ეხლა თუ იმას რა ქვია, ტალახს უწოდეთ თოვლი, მაშინ რა ვიცი, გადმოტრიალებული გაქვთ გონება და ეგრე როგორ შეიძლება, რომც გითხრან, აგერ პირდაპირ თვალთა და ხელშუა ატყუებენ, ქრისტე აწერია კუბოს და არა ქრისტე არა, ვინც ეს ქრისტედ აღიქვაო, იმის რაღაცეებიო, რა ვიცი. არა რა. მაშინ ყველაფერს კაწაშალონ ეკლესიებში. არც ერთი არ არის ქრისტეს მსგავსი. არც ერთი არ გავს ქრისტეს. იმიტომ რომ ყველა დამახინჯებულად არის. ყველგან, ყველა ეკლესიაში სადაც შევედი, ერთადერთი არის თომას ხეობაში. ყველაზე ახლოს მსგავსება, მაგრამ არც ერთი ქრისტე ეკლესიებში ნორმალურად და მსგავსად არ არის დაწერილი. წაშალეთ ყველა მაშინ. ღდლება თქვენ გეუბნები. ვინც ვერ აღიარა ის კუბოზე, რომ ქრისტე იყო გამოსახული ეკლესიის გვირგვინით. ხო? გავახილოთ თვალი. აი აქ ეს თვალი, ესენი ისე რა ხედავენ.
მოკლედ ერთი სიტყვით აგიხსენით ჩემი მდგომარეობა, ლაპარაკი შემიძლია. მოდი აბა ავდგები რა დამემართება. ვნახოთ, გავსინჯოთ. აი, ჩვეულებრივ ეხა ავდგები, ნელა-ნელა წამოვდგები ოღონდ. და რა შეგიძლიათ კიდე გააკეთოთ, იცით, სუნთქვითი ვარჯიშები. როცა თავბრუს ხოლმე დაგეწყებათ, ხო? მუცლით ისუნთქეთ. მუცელი გამოსწია, მუცელში ჩაისუნთქეთ, მუცელი უნდა გამოიბეროს და მუცელი ისევ შეიბეროს. მაგრამ აი ახლა ხო წამოვჭექი და თავბრო დამესხა, ცოტა. ეხლა ეს თავბრუს ხოლმე რო გადაივლის, შემიძლია ავდგე. რო იცოდეთ რა მზად იყოთ რა გელით, როცა იწყებთ შიმშილს რა. შეიძლება ზოგმა ძალიან ადვილადაც გადაიტანოს. ეხლა მე ეს ერთულად მე ყოფილა დღეები რომ 4 დღე მიშიმშილა საერთოდ არ მიგრძნია, მაგრამ ეს იყო ზღვაზე, როცა მზე არის, მზე კიდე სხვა ენერგიას გაძლევთ, მეგობრებო, რომ საფხულში უფრო ადვილია შიმშილი. უდაბნოში იმიტომ გავიდა ქრისტე, იმიტომ რომ მზე სხვა ენერგიას გაძლევს და ის ენერგია შენ ძალას გაძლევს. ამიტომ ზამთარში შიმშილი უფრო რთულია. მაგრამ დრო არ ითმენს, მეგობრებო, არა, ზაფხულამდე აღარ შეიძლება დაცდა, მოცდა. აი ავდექი ახლა და დავდივარ. და თავბრუ მესხმის ცოტა. შო, გადამიარა ახლა თავბრუ. მოდი გარეთ გავიდეთ, მოიცა შემოვიცმევ. გარეთ გავიდეთ, მზიანი ამინდა, კარგი ამინდა. აი ახლა ენერგია მომეცა, ნახე. საერთოდ აღარ მე მგონი ადგომა უნდა ამდგარიყავი. შემოვიცვათ რაღაც. თუ დაწვევი, შეიძლება არც არის კარგი. არ უნდა დაწვი ამ დროს. ნუ ერთი ნარიმანის მიმდევარი მეუბნება, რომ 28 დღე შიმშილეო და ძალიან ჩვეულებრივად დავდიოდიო და ბავშვებსაც ბაღში მივყავდაო ისო სამსახურშიც დავდიოდიო და არანაირად არ მიჭირდაო რა და ჩემთან ერთად პარალელურად ერთი ქალი შიმშილობდაო გოგო და ის დაწვაო და ჩაწვაო და 28 დღე იწვაო რა და მოძრაობა უფრო უკეთესია. კი, აი ეს რომ გამოვედი უკეთესად ვარ ახლა და ენერგიაც მომეცა. ხო და აი ნახეთ როგორ გავაკეთეთ, ხო ვაკეთებთ თანდათან ამას. ენერგიაც მომეცა და აირი კარგი ყოფილა. რა კარგია. ხო და მეგობრებო, არა, საერთოდ აღარ მესხმის თავბრო, ახლა მშვენივრად ვარ, კარგად ვარ. ჩემ მარწყვებს გაჩვენებთ. რამდენი საქმეა გასაკეთებელი. სადღაც ფისოა აქ. ფისო. კაი, დაგემშვიდობებით ახლა, ანუ ყველაფერი რიქსია. აგერ მშვენივრად დავდივარ და მშვენივრად გრძნობ თავს. აი ფისო მოვიდა. მოდი ფისო, მოდი. მოდი, აბა მოდი ჩემთან. მოდი. ლაივში ხარ იცოდე. რას მიყურებ? მოდი, აბა მოდი აქ ჩემთან, მოდი. არ უნდა ლაივში ყოფნა. თუ არ უნდა, კარგად იყოს.
ოკეი, მე მგონი ახლა მე გადავალ გოგირდის წყალზე და გოგირდის წყალზე ისევ გადმოვალ. კარგი აზრია, ხომ რას მეტყვით? გოგირდის წყლიდან ისე დავბრუნდები, დავლევ ცოტა გოგირდის წყალს. ეხლა ამ ქვის ისტორიას გეტყვით რა. ამ ქვას ხო უყურებთ? აი ესეთი ქვა არის, ამოთლილი იყო, ну რაღაც წყლის წყლის ალბათ ცხოველებისთვის იყო რა, წყალს ასხავდნენ შიგნით და ეს ქვა იყო ზემოთ, ეს ხო სოფელია, ძალიან ისტორიული სოფელია, არა მარტო გერმანელები, არამედ შუა საუკუნეებში აქ ქართული სოფელიც იყო და ვინც ის რა გადმოაკეთეს და ეს იყო მაღლა ზემოთ მიწაში ჩარგული რა, მარტო ზედაპირი ჩანდა. ამოვათხრევინე ჩემს მეუღლეს, მე თქვი წავიღოთ და ამოვთხარეთ და ჩამოვიტანეთ. ახლა დავშვით ძალიან კარგ ადგილზე, სადაც ვიყენებთ წყლისთვის და ჩიტების ვავენ ხოლმე წყალს მანდ. მოკლედ, კარგია რა, არა, მშვენიერად გრძნობ თავს, მეგობრებო, არ შეგეშინდეთ. ალბათ თქვენ იცით, გემშვიდობებით ეხლა და ჰაერზე რომ გამოვიდი, მომიხდა. გაკოცით.